მაშასე, მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. თქვენ შემოერთით პოდკასტ საუბრები ინგასთან ერთად. სივრცეს, სადაც ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ წარმატებებზე. აქ ვგრძნობთ თითოეულ სიტყვას, ვიხსენებთ ბავშვობის ოცნებებს და ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად გვასწავლიან თუ როგორ გავხდეთ უკეთესები. დღეს ჩემს პოდკასტში მასპინძლობთ გასაოცარ სტუმარს, ქალბატონი ხათუნა რაზმაძე, დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი, 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, სახელმძღვანელოების ავტორი, დაწყებითი საფეხურის ექსპერტი, ტრენერი, კოუჩი და ორგანიზაცია HEYS დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ვაუ! ქალბატონი ხათუნასთვის მასწავლებლობა არის ზრუნვა, მასწავლებლობა არის სიყვარული, მასწავლებლობა არის პასუხისგებლობა მომავალი თაობების წინაშე. მის ცხოვრებაში ყოფილა რთული გზები, რთული ტკივილი, დიდი გარდატეხა, მაგრამ სკოლამ და სწორედ ბავშვებმა მას მისცეს ის დიდი ძალა, რომელმაც აპოვნინა საკუთარი თავი. დიახ, 5 შვილის დედა, 4 შვილიშვილის ბებია, ყოფილი მოფარიკავე, სიცოცხლით სავსე ადამიანი, ქალი, რომელსაც ჯერ კიდევ უამრავი საოცნებო თავგადასავალი ელოდება წინ. ჩემო ძვირფასებო, ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ გზაზე, რომელიც ტკივილიდან მოწოდებამდე მიდის. მასწავლებლობაზე, როგორც ცხოვრების მისია და იმ ძალაზე, რომელსაც განათლება ჰქვია. დიახ, ჩემო კარგებო. დღეს ერთად დავწერთ პატარა ისტორიას. მე და ქალბატონი ხათუნა გვპირდებით. დარჩით ჩვენთან და გაიცანით ქალბატონი ხათუნა. უძვირფასესი ქალბატონი. მადლობა ინგა. ქალბატონი ხათუნა, მზად ხართ? მზად ვარ, რა თქმა უნდა. მაშასე, მოგესალმებით, დიახ და წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში და მიესალმეთ ჩვენს მაყურებლებს და დავიწყოთ ჩვენი მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ინგა, რომ თქვენ ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და მზად ვარ, რომ ჩვენ ერთად გავიხსენოთ ჩემი განვილი პროფესიის გზაზე, განვილი გზა და ნაბიჯები და მზად ვარ უპასუხოთ თქვენ შეკითხვებს. წარმატებები ჩვენ. წარმატებები. სანამ უშუალოდ კითხვებს დავსვამდე, ეს რაღაც პატარა ბლიცი, სწრაფი კითხვები, მოკლედ, ესე ვთქვათ, მინდა რომ დაგისვათ და სწრაფად ვუპასუხოთ რამოდენიმე შეკითხვას. ქალბატონო ხათუნა, კლასი თუ ოჯახური სუფრა? ოჯახური სუფრა. სიმკაცრე თუ სითბო? სითბო. წიგნი თუ ციფრული რესურსები? ორივე. მაგრამ წიგნით. კი ბატონო, კარგით. სპორტი თუ სიმშვიდე? სპორტი. ალბათ, ამას თავის მიზეზებია. აკონდეს. კი ბატონო, და ერთი სიტყვა, რომელიც გაძლევთ ძალას. თუ არსებობს ესეთი სიტყვა. იმედი. ვაუ. ქალბატონო ხათუნა, ერთი თვისება, რომელიც ყველა მასწავლებელს უნდა ქონდეს. უსაზღვრო სიყვარული. აი, ერთი არ გამოდის, მაგრამ მაინც სიყვარული. ხო, აი, ისეთი კიდეგანო სიყვარული. უღრმესი მადლობა, დასაწყისი შესანიშნავია. მაშასე, მე სურს დავიწყო ჩვენი, ესე ვთქვათ, ოფიციალურად ჩვენი პოდკასტი და დავსვამ პირველ კითხვას.
მე გავეცანი თქვენს ისტორიას, მართლაც ინსპირაციულია. მართლაც ძალიან საინტერესო პასუხები ელოდება ჩვენს მაყურებლებს დღეს. და ჩვენი პირველი კითხვა ესე ჟღერს. მასწავლებლობა თქვენთვის სახურებაა? რას ნიშნავს ეს სიტყვა თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში, ქალბატონო ხათუნა? მადლობა, მართლაც საოცარი კითხვა, იმიტომ როდესაც სიტყვა მსახურება გავიგე, აი რაღაცა ბევრი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა წამოვიდა ჩემს ტვინში, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მსახურება, ნუ რაღაცა ჩვენ მე მსახურებით ღმერთს ესე გამოდის, მაგრამ ღმერთის იქით არიან ადამიანები და მსახურება პროფესიისთვის სწორედაც რომ ძალიან დიდი ძალაა, ძალა რომელიც გაძლევს იმას, რომ გიყვარდეს, ყოველდღიურად იღვიძებდე აი ამ დიდი უსაზღრო სიყვარულით შენი საქმისადმი, შენი მოსწავლეებისადმი, დაინახო თითოეულ მოსწავლეში ადამიანი და იმ პატარა ადამიანს ცე განსაკუთრებული პატივი და სწორედაც რომ მსახურება, მასწავლებლობა სწორედ რომ ძალიან დიდი საქმის, ყველაზე ძვირფასი ადამიანების, ბავშვების მსახურებაა და თან როგორი ძვირფასი ადამიანების, აი გამორჩეული სიყვარულით, სისუფთავით, ენთუზიაზმით, აი გამორჩეული ადამიანების მსახურებაა მასწავლებლობა და მე აი ახლა უცბად მომივიდა საოცარი ფრაზა, რომ ძალიან დიდი მადლობა სამყაროს, რომ მე ამ მსახურებაში ვარ ჩაბმული და მე მომეცა საშუალება, რომ ვიყო მსახური დაე, ვიყო მსახური ბავშვების სწავლა-განვითარების გზაზე. გზაზე. ნამდვილად უღრმესი მადლობა ამ პასუხისთვის. ნახეთ, ქალბატონო ხათუნა, თქვენ იღვიძებთ დილით მოსწავლეებისთვის, სიყვარულით, ასევე ენთუზიაზმით და ამბობთ, რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ალბათ ამასაც ხედავენ თქვენი მოსწავლეები, ხედავს თქვენი მშობლები, ხედავს დირექცია, სკოლა, თემი, თუნდაც რაიონი, მაგრამ შეხედეთ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამას ფართო მასშტაბით აღიარებენ და ეს შრომა უფასდება მასწავლებელს და 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ბრძანდები. როგორ შეცვალა თქვენი პროფესიული ცხოვრება ამ ჯილდომ? საოცრებაა პირველ რიგში ყოველ ჯერზე, როდესაც აი ამ სიტყვას ვითავისებ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ვარ, პირველ რიგში აი პირველი ბედნიერი წუთები არის აი ჟრუანტელი, რომელიც მივლის მთელს ტანში სიხარულის, ბედნიერების, რაღაცა ზღვა ემოციის სანაცვლოდ, იმიტომ რომ ეს იყო უდიდესი დაფასება ჩემი საქმიანობის, ჩემი პროფესიის, ჩემი თავდაუზოგავი შრომის, ჩემი უზადო სიყვარულის ამ პროფესიის მიმართ. ეს არის რეალურად უფრო მეტი პასუხისგებლობა, უფრო მეტი ძალაც იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლესთან კიდევ უფრო ახლოს მივიდე და სხვათა შორის გავხდე კარგი მხარდამჭერი ახალგაზრდა, ახალბედა ან უკვე გამოცდილი პედაგოგებისთვის. ასევე დიდი პასუხისგებლობა დიდ სიხარულთან და საკმაოდ დიდ სიამაყესთან ერთად. მაგრამ საოცრად დიდი პასუხისგებლობა ახლავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იყო გამარჯვებული, ნიშნავს რომ ყველა ადამიანთან მიიტანო შენი ემოცია, შენი ცოდნა, ანთებული სანთელივით გადავცე ყველას ჩემი წილი, თუ სითბო, თუ სიყვარული, თუ ცოდნა და გამოცდილება. და როგორ შეხვდა ამას თქვენი მოსწავლეები? აუ, საოცარი ფაქტები მაქვს, ესე რომ ვთქვათ, პირველი ემოციები მოსწავლეების, რომელიც მიგზავნიდნენ პირად შეტყობინებებში მოლოცვებს და მე აღუბათ არასდროს დამავიწყდება. ეს არის მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე საგზალი, ბედნიერების და სიხარულის გზაზე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ როცა რაღაცა არის ხა ცხოვრებაში და რაღაც გახსენდება ცოტა ტკივილი, აი ეს საგზლად მყოფლის იმისა, ჩემი მოსწავლეების აი ესეთი გაბრწყინებული თვალები, გაახარებული, როდესაც მე მილოცავდნენ და ითავისებდნენ ჩემს გამარჯვებას და მათთვის ეს იყო მათივე გამარჯვება, იმიტომ რომ მე მოსწავლეებმა გამხადეს გამარჯვებული. მე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათმა ცოდნა, მათმა ანთებულმა გაბრწყინებულმა თვალებმა მომცა ის, რომ ვიყო კარგი, წარმატებული და საუკეთესო მასწავლებელი. ეს მათი დამსახურებაა.
ნამდვილად ასია და მე სრულიად ვიზიარებ ამ სიხარულს და მართლაც წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი წუთები იყო, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ეს არ მოკლედ ამას არ ივიწყებთ ვინაიდან და რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი წუთები საგზალად მოყვებათ საგზლად მიმყვება მთელი ცხოვრება, კი ბატონო. დიახ. ქალბატონო ხათუნა, ალბათ თითოეულ ჩვენ გვაქვს რაღაც ღირებულება. რა არის ქალბატონი ხათუნას ღირებულება, რომელსაც თითოეულ მოსწავლეთა მუშაობისას არასდროს თმობს? საოცარი კითხვა, იმიტომ რომ როდესაც მასწავლებელი ხარ და კიდევ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და განსაკუთრებით როდესაც ხარ მასწავლებელი, ჩვენ ამას აი უმეტესად იმითი გამოვყოფთ, რომ პირველ რიგში ვზრდით ადამიანებს, ხო? და აი ეს არის უმთავრესი ღირებულება, რომელიც მუდმივად ყველა გაკვეთილს, ყველა საგნის მიღმა, რომ აუცილებლად ინთება მასწავლებლების სულში და გულში და ჩემთვის პირადად ეს არის იყო ადამიანი, კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იგი ლოცეო, ამიტომ კი ის რომ აღზარდო ადამიანი, რომელიც აი ამ სამყაროს მოერგება, სიყვარულით, ენერგიით, ენთუზიაზმით, ემპათიით, ერთმანეთის თანადგომით, მხარდაჭერით, ადამიანისთვის რომ მზეა ეს იყოს მისთვის მთავარი სათქმელი და სულ ვცდილობ ამას რომ საგნის მიღმა და რასაკვირველია მარტო მე არა ყველა მასწავლებელს გვაქვს ეს მთავარი ღირებულება რისთვისაც მოვედით და რისთვისაც ისევ გავიხსენებ იმ სიტყვას მსახურებას რომელი მსახურებისთვისაც ჩვენ შეგვიშვა საკლასო სივრცეში განგებამ ხომ ჩვენ მსახურებთ იმიტომ რომ მომავალ ადამიანებს ვზრდით ეს არის ადამიანობა, ესე რომ ვთქვათ, მთავარი ღირებულება ადამიანობა, რომ მე ეს შევძლო და ყველა მოსწავლის გულამდე მივიტანო ის მარცვალი, რომელიც სიყვარულს გააღვივებს და ადამიანად აქცევს. შესანიშნავი, აღფრთოვანებული ვარ. მე საუბარში რაღაცნაირად დავიჭირე ესეთი სიტყვა, რომ აი ახალგაზრდა პედაგოგებს ვეხმარები და ასე შემდეგ. ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი ხათუნა არა მარტო მასწავლებელი ბრძანდება, მენტორი მასწავლებელი, არამედ კოუჩი, ტრენერი და ასე შემდეგ. როგორც მენტორი, როგორც კოუჩი, თუნდაც როგორც აი გამოცდილი პიროვნება, მოდი ასე ვთქვათ, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ახალგაზრდა მასწავლებლები, რადგანაც ალბათ თქვენ გაქვთ მათთან კონტაქტი და აი რას ურჩევდით მათ და ხშირად რა შეგხვედრიათ თქვენს ამ სწავლების გზაზე? ძალიან საინტერესო შეკითხვა, მოდი ასე ვიტყვი, ავიშორებ სიტყვას შეცდომებს და ვიტყვი უბრალოდ რომ რა სასურველი, რა იქნებოდა სასურველი, რომ თქვათ გაეთვალისწინებინა თითოეულ მასწავლებელს, რომელიც აი ახლა იწყებს თავისი პროფესიის გრძელ და ძალიან საინტერესო გზაზე ფეხის შემოდგმას, ხო? პირველ რიგში რაც სასურველია გავითვალისწინოთ, თითქოს ასე ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბავშვი უნდა უყვარდეს. ეს თითქოს არც ახალია მე არ მithქვამს რამე ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ყველაზე მთავარი შეცდომა, რასაც თქვა, შეიძლება გაგვეპაროს ჩვენ მასწავლებლებს და შესაძლოა თავის დროზე, შესაძლოა მეც ბავშვი რაღაცა პატარა ისენი ალბათ ეხა როგორ შეიძლება რომ ყველაფერი თავიდანვე ისე ყოფილიყო, ხო? ეს არის რომ იმდენად გიყვარდეს ბავშვი რომ შენ შეხვიდე მის მდგომარეობაში, მისი მდგომარეობიდან გადმოხედო საგაკვეთილო პროცესს და შენ თუ ეს მოგეწონებოდა, შენ თუ ამას შეძლებდი, შენ თუ ეს ყველაფერი როგორც ბავშვის როლში მყოფს აგაფრთოვანებ და მაშინ გამოდის რომ აი ამ კუთხიდან ჩატარებული გაკვეთილი უფრო უკეთესად იმოქმედებდა და მიიყვანდა ბავშვამდე ცოდნის ლამპარს ესე რომ თქვა და აანთებდა. იმიტომ რომ ეს პირველი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიყვარული ბავშვების და მეორე პროფესიის სიყვარული. ეს ორი სიყვარული აერთიანებს ყველაფერს, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება საგაკვეთილო პროცესში და ნუ არა მხოლოდ საგაკვეთილოში, მოდი ესე ვიტყვი, გრძელვადიან მასწავლებლობის წარმატების გზაზე. კი ბატონო, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს და შემდეგი კითხვა მინდა ესეთი დავსვა, როგორ უნდა შექმნას მაშინ მასწავლებელმა ისეთი კლასი, სადაც ბავშვი თავს გრძნობს დასულად და აი ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გარემო შევქმნათ, სადაც ის იქნება, ასე ვთქვათ,
ყოველგვარი შიშის გარეშე ესე მივუბრუნოთ, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი მოდის, მისთვის მთავარია ისეთი კლასი დახვდეს, სადაც იგრძნობს თავს დაცულად, კომფორტულად და და მისთვის იქნება ეს ყველაფერი უსაფრთხო გარემო, ხო? ის ნამდვილად. იქნება. აი ამას დიახ, ამ კუთხით რას გვეტყოდით? კი ბატონო, მოდი ისევ იმ ძვირფას სიტყვებს მივუბრუნდები, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. სიყვარული გზად და ხიდან. ანუ გარემო, როდესაც სიყვარულით არის სავსე, როდესაც მოსწავლეები მზად არიან, რომ ერთმანეთის მიმართ გამოიჩინონ ემპათია, ხო? მოსწავლეები მზად არიან, რომ ერთმანეთის მხარდამჭერები იყვნენ. იქ, სადაც ბულინგსაც ვახსენებ და არის ხო მეტნაკლებად სკოლო გარემოში, იქ, სადაც ბულინგისგან დაცული და განთავისუფლებულია საკლასო სივრცე. ეგ ყველაფერი, ესე ერთი ხელის მოსმით არა, რასაკვირველია დრო სჭირდება ამ ყველაფერს, ნაბიჯ მიდიხართ სწორ და თანმიმდევრულ და ძალიან გამორჩეულ საგაკვეთილო პროცესამდე, ხომ? სადაც მოსწავლე დაფასებულია, სადაც თითოეული მოსწავლის ნააზრევი და შეცდომა მიღებულია როგორც არა დაცინვის, არამედ თქვათ გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად, ხო, სადაც უსაფრთხო გარემოა, ამას სჭირდება დრო, მაგრამ დროსთან ერთად რასაკვირველია სჭირდება პირადი მაგალითი, ხო? რატომ არიან ხოლმე რომ ბავშვები აი ჯერ ოჯახზე თუ გადავიყვან, თუ წიგნიერ გარემოში იზრდება ბავშვი და მშობელთან ერთად ხედავს რომ მშობელსაც უჭირავს წიგნი ხელში, ისიც იწყებს აი ამ რაღაც უნარის გათავისებას. ასეა საკლასო სივრცეშიც, ხო? ჯერ მასწავლებელია მთავარი მაგალითი იმისთვის, როგორ ურთიერთობს მოსწავლეებთან, როგორ ესაუბრება თითოეულ მათგანს, როგორ იჭერს საზღვარს, ხო, რომ მათ ურთიერთობას შორის რომ რაღაცა თითოეულ მე ვამბობ, აი თითოეულ სიტყვას, რასაც მოსწავლებამდე მიდის, 100 ჯერ დავწონი ხოლმე, რომ რამე ისეთი არ გადაყვეს, რომ შექებად მიიღოს და სწორ შექებად და თუ სასურველი რჩევა, რომელიც უნდა გამოასწოროს, ესეც არ მიიღოს როგორც დამამცირებელი ან წამაგცეველი საშუალება. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის არის სწორედ მასწავლებლის საუკეთესო მაგალითი, ხო? ადამიანებთან ურთიერთობის მაგალითი. როგორ ვასწავლი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემ მოსწავლეებს იმას, როგორ შეიძლება რომ უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი, უფრო მეტად თქვათ აი ყოფილა შემთხვევა ერთი რო წაიქცევა ყველა წყვეთს თამაშს და მორბიან და იმ ერთს აყენებენ, ხო? აი იქ რომ თქვათ იქ ერთი თხილის გულის ადაზასაც თუ გავიხსენებ, იმ ერთ ტკბილ შოკოლადს თუ ერთ ტკბილეულს თუ მოიტანს რომელიმე ყველას თქვათ 20 და 21 ნაწილად თანაბრად ვუყობ, ის რომ წაქცელოს პირიქით კი არ დასცინიან და ეხმარებიან ადგომაში, ის რომ შეცდომების დროს, ანუ მასწავლებლის მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ ჯანსაღი გარემო შევქმნათ მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს. თუმცა კიდევ ამბობ ეს პირველივე დღეს, პირველივე კვირაში ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან დასაწყისშივე რასაკვირველია ასე მალე ვერ, მაგრამ ბრძოლას, მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი და მე უკვე ვიღებთ ჯანსაღ გარემოს და ადამიანებში ადამიანობას. უღრმესი მადლობა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იყო და თითოეულმა ჩვენგანმა მართლაც უნდა გავითავისოთ ეს. ვინაიდან და რადგანაც მოსწავლისთვის უსაფრთხო გარემო, სითბო, სიყვარული უნიშნელოვანესია. რა თქმა უნდა, ჯერ ადამიანობა, ნუ საგანი მერე, ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის ესე ვარ ხოლმე და გეთანხმებით სრულიად. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად ბავშვობაში ყველას გვაქვს ხოლმე ჩვენი ოცნებები, ჩვენი საოცნებო პროფესია. ბავშვობაზე მე მოვიკვლიე, ექიმობაზე ოცნებობდით. დღეს რომ დრო უკან დაბრუნდეს, ისევ მასწავლებლობას აიჩერდით და რატო? ძალიან საინტერესო კითხვაა და მე გეტყვით, მე შემთხვევით მოვხვდი მასწავლებლად ამ სამყაროში, შემთხვევითობა მიმიყვანა, სხვათა შორის ძალიან მწარე ტკივილმა, იმიტომ რომ მე 6 შვილი უნდა მყავდეს და ერთ-ერთი მეორე შვილი, მეორე გოგონა, რომელიც დაიბადა, გარდაიცვალა და მე აი ამან მიმიყვანა მასწავლებლობამდე, როდესაც მირჩიეს, რომ ახლა უნდა წახვიდე სკოლაში ან ბაღში და დაიწყო სწავლება. თუმცა მთელი ბავშვობა ისე გავატარე, რომ მასწავლებლად
მასწავლებლობაზე უბრალოდ არც კი გამიჟღერები, არის მოძრავი სტრიქონი რო არსებობს, ესე ასეთაც კი არ გაფრენილა ჩემს ვთქვათ ფიქრში, იმიტომ რომ მუდმივად ვიყავი ექიმების ოჯახში ვიზრდებოდი და მუდმივად ჩემი საოცნებო პროფესია იყო და ვთამაშობდი ექიმობანას მთელი გულით და სულით და უბრალოდ თან ამას დაემთხვა რომ მე 12 კლასში ცოტა ადრე შევქმერი ოჯახში ის წლები იყო, როდესაც ვთქვათ ადრე იქმნებოდა ოჯახი რაღაცა და სულ რაღაც ბოლო წლებში მომიწია ოჯახის შექმნა და ამ ორმა მიზეზმა ერთი მიზეზი იყო რომ ექიმობას ჩამოვშორდი ნაადრევი ოჯახის შექმნის გამო და ჩავაბარე სოციოლოგი, ფსიქოლოგი ასეთ პროფესიაზე და მე უკვე როდესაც ამხელა ტკივილი გადამხდა თავს ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი, როდესაც აი ესე მეორე გოგონა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ მე მგონი რომ ახლა ცოცხალია და ახლა ამ პროცესში ვარ რომ ვეძებ და თურმე მე მითხრეს რომ ესეც მოვიკვლიე და აუცილებლად ჩვენ ვერდით. ამასაც დამეხმარებით, მაგრამ მოკლედ ახლა კიდევ ამბობ რომ მიხოდოთ იმისა რომ მე შემთხვევითობა მიმიყვანა ამ პროფესიამდე. დღეს ძალიან ამაყად, ძალიან თამამად, ძალიან თვითდაჯერებით, ძალიან დიდი ბედნიერებით, გაბრწყინებული თვალებით აუცილებლად ვიტყოდი, რომ ვწდებოდი, ჩემი მთავარი პროფესია ყოფილა მასწავლებლობა და მადლობა, რომ მე ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე პროფესიის მთავარი ნაწილი გავხდი. აი, მართლა შემთხვევითობით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მე საკუთარი თავი ვიპოვე და ეს ანთებული ჩირაღდანივით მინდა რომ გავანათო ირგვლივ ყველას, აი ესე ვთქვათ, ცხოვრება და მივიყვანო ამ პროფესიამდე სხვათა შორის. ძალიან მინდა რომ ბევრ ადამიანს მივცე, ვთქვათ, დამწყებ მასწავლებლებს განსაკუთრებით იმის რჩევა, რომ მასწავლებლობა ცოტა ისეთ სიტყვას ვიტყვი რა, აფრთიანებს, აბედნიერებს, ახალგაზრდავებს და რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, აუცილებლად ახლაც რომ მკითხოთ, ავირჩევდი ამ პროფესიას. და აი ესეთი არ ვერდები. არ ვერდები, მასწავლებლობა გაძლევს აი ამას, ძალას, სიყვარულს იმისთვის, რომ აი ბევრი რამე კიდევ უფრო მეტი რამ გადალახო და გადაიტანო მარტივად ცხოვრებაში, სწორედ იმიტომ რომ შენ გვერდით არიან მოსწავლეები და სწორედ იმიტომ რომ შენ ამხელა პროფესიის აი სიტყვა მსახურება ისე მომეწონა რომ დავიბრალებ და კიდევ ერთხელ ამაყად ვიტყვი რომ ვიყო მათი მსახური და მსახურებაში მყოფი ადამიანი. ძალიან მადლობა. ქალბატონო ხათუნა, ცხოვრების მოულოდნელმა მოვლენებმა ვხედავ რომ 180 გრადუსით შეგაწყდა. 180 გრადუსით შემომატრიალა. 180 გრადუსით ნამდვილად შემოგატრიალათ. ერთი კითხვა მაქვს. როგორ შევინარჩუნოთ ის ძალა, როცა ცხოვრება გეგმებს გვიცვლის? ზოგადად ჩვენც გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, მოკლევადიანი გეგმები, მაგრამ ცხოვრება ისე დაატრიალებს ბედის ბორბალს, ასე ვთქვათ, რომ ამას ჭირდება აი რაღაცა სხვა. როგორ შევინარჩუნოთ ეს ძალა? ძალიან საინტერესო პასუხი. აი ესე იგი, გადაურსა სად წაიყვა, ხო გვახსოვს ვეფხისტყაოსი პაოსიდან ნაწყვეტები და მართლა ცხოვრება ძალიან საინტერესო მოძრაობაა, მართლა საიდანაც შეიძლება აღმოჩნდე და სულ სხვანაირად შეტრიალდეს შენი ცხოვრება და კიდევ ამბობ აი 180 გრადუსითო ახსენეთ და მართლა შეიძლება რომ 180 გრადუსით ან უფრო მეტითაც კი შემოტრიალდეს ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ მე რომ ყველანაირი ტიპის გამოწვევა, რაც ცხოვრების გზაზე მიმიღია, არის ჩვენი მასწავლებელი, ხო? იქ სადაც წავიქეცი და ადგომა შევძელი, იქ სადაც რომელიღაც ქვას ბატონ ამონაშვილის სიტყვებია და ისე ხდება და უცბად გამახსენდა, რომ სადაც რომელიღაც წაქცეულ ქვას, რომელზეც ფეხი წამოკარი, იმასაც კი მადლობა მინდა ვუთხრაო და სწორედ აი მივდივარ მადლიერებაზე, რომ ცხოვრება ბევრ რაღაც საინტერესო რაღაცას გადაგვახდეს და თვითონ, მაგრამ მადლიერება და იმის მიმღებლობა, როგორც რეალობად, იმის რომ არაუშავს ეს იმიტომ მოხდა, რომ აქ რაღაც უკეთესი ხდებოდა და უფრო უკეთესი ველოდა და კიდევ ამბობ, უკეთესისკენ მოვხვდი, რა ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ასეთი კარგი ექიმი, როგორი კარგი მასწავლებელიც ვარ და თავისთავად მოვიწყო ცხოვრებამ, თუმცა მე მინდა რომ აი ეს რაღაცნაირი რეფრენივით არ დანებდე, არ გაჩერდე
გავაგრძელებდე, არ გააგრძე აუცილებლად განაგრძე გზა და რაც თავარია იყავი მადლიერი იმისი, იმიტომ რომ ყოველი გათენებული დღე არის ნამდვილად მადლობის სათქმელი იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ეს დღე გაგვითენდა და კიდევ ერთხელ ვხედავთ მზეს, ხო? და კიდევ ბევრჯერ გვენახოს, მე ვხედავ მზეს, არა? ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყოველნაირი გამოწვევა არის ჩვენი ახალი ცხოვრების დასაწყისი და ჩვენი წარმატების გზისკენ სავალი ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადავლახო და მივიღო ისე, როგორიც არის. მე ასე ვჯერა ყოველ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა მე თან ვინიშნავ და ასევე მე უკან დაგიბრუნებ ამ თქვენ არაჩვეულებრივ სიტყვებს ნამდვილად ძალიან საოცარი არ დანებდე არ გაჩერდე ყოველი გათენებული დღე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აბარა. გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავინახოთ ზე ვაუ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და შემდეგი კითხვა თქვენ თქვით რომ სკოლამ ბავშვებმა დეპრესიისგან გიხსნათ და თქვენ გიბიძგეს რომ აი დროა თქვენ უნდა წახვიდეთ სკოლაში. იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გქონდათ და მე კიდევ არ ჩაუხმავდები ახლა აი მას რა იყო ეს რთული პერიოდი და რა იყო მიზეზი. როგორ შეიძლება მასწავლებლობა თავად მასწავლებლისთვის ასე ვთქვათ თერაპიად იქცეს. ძალიან საინტერესოა ვფიქრობ. ძალიან ძვირფასი კითხვა, იმიტომ რომ მასწავლებლობა თერაპია არის და ნახეთ მათი სიყვარული, ბავშვების აი ნაპერწკალი, რომელიც რაღაცა გაიგო, რაღაცა აღმოაჩინა, უცბად რომ რამდენჯერ ყოფილა, რომ აი რაღაცა გავკვეთილს ხსნი და ვიღაცა პაწაწუნა წამომხტარა, მოირბენს და ჩაგეხუტება, ხო შენი მოსწავლე და უცბად გეტყვის, რომ მასწავლებელო, ძალიან მიყვარხარ, ცხოვრება ამად ღირს, რომ აი ეს ტკბილი სიტყვები მოისმინო და აი ყურში რო ჩაგესმის ჩიტის ჟღურტულივით რომ მე შენ მიყვარხარ მასწავლებელო ან გაკვეთილს რო ჩაატარებ და მადლობა რომ გეტყვის მომეწონა შენი გაკვეთილი ეს არის რაც ყველაზე დიდი თერაპიაა მე ესე მგონია იმიტომ რომ ადამიანში სწორედ ხომ აი ეს მზეანათებს რომელიც სიყვარულით გიბრუნდება და აი ეს სიყვარულით მოტანილი ენერგია ყველაზე ძვირფასი ადამიანებით პირით ადამიანების ყველაზე ბავშვებს გულისხმობ ამ შემთხვევაში მათი პირით, მათი თვალებით, მათი ყურებით გაბრწყინებული რაღაც ნაპერწკალს რო ხედავ უკვე თვალებში და შენ უკვე მზად ხარ რომ ის რაც უკან იყო სულ დაგავიწყდა მაგრამ შენ მზად ხარ რომ არ დაბერდე, გიყვარდეს, გჯეროდეს, წინ მიდიოდე, იმიტომ რომ შენს გვერდით აი ესეთი ძვირფასი ადამიანები არიან ბავშვები, ყველაზე წმინდა, ყველაზე სუფთა, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები, რომელიც ჩვენ ვამზადებთ მათ მომავლისთვის ფაქტია და როგორ შეიძლება რომ ეს თერაპია არ იყოს? ყველაზე დიდი თერაპია არის ეს ნამდვილად. ეს გაკვეთილი და რო ჩაატარებ და გამოდიხარ და მზად ხარ იმისთვის, რომ აი თითოეულ ბავშვს ჩაეხუტო, მოეფერო მათგან მათი გამოშვებული სიყვარულით აივსო და მე ყოფნის მთელი დღე არ იღლები. ვერ დაიღლები, იმხელა ენერგიას გაყოლებენ საგზლად, იმხელა ენერგიას გაძლევენ თვითონ. აი ამ ნუ განსაკუთრებით ხა ჩემი პროფესია დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და განსაკუთრებით დაწყებითში ხო აი ეს აი ენით აღუწერელი სიყვარულია, რომელიც აი შეუძლებელია რომ ფრთებს არ გაძლევდეს. ყველაფერს გადაგატანინებს და აღლას, თქვათ ემოციას რაღაც სტრესს, ყველაფრის გადატანას შეძლებთ ერთად იმ საოცარი სიყვარულის ფასად, რა სიყვარულითაც მიბრუნდებიან ბავშვები საკლასო სივრცეშიც თუ კლას მიღმაც, ხო? დიდი მადლობა, ასე რომ გაძლიერებენ. ჩვენ ხედავთ იმ სიყვარულს თუ რამდენად დიდია და წარმომიდგენია თქვენს მოსწავლეს როგორ უყვარხართ და მადლობა, მეც მიყვარს და იმიტომ. სიყვარული ორმხრივია, ხო იცი? ორმხრივია, ნამდვილად ესეა. არ დანებდე, არ გაჩერდე ისევე მატრიალებ ამ სიტყვებს. იყო თუ არა მომენტი, როცა ფიქრობდით, რომ ვერ გაგრძელებდით გზას. რაც დასრულდა. ხო, მაგრამ იყო რაღაც მაგალითად, რამაც გადაგაწყვეტინათ დარჩენა, რამაც გადაგაწყვეტინათ გზის გაგრძელება. არგი საოცარი კითხვა რა იყო ის უმნიშვნელოვანესი, ან ვინ იყო? ძალიან საინტერესოა
ასევე ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა. აა, იმიტომ რომ მართლაც საოცარი ცხოვრების გზა გაიარეთ, ეს არის თითქოს ფილმი, რომელიც გვასწავლის. ხო, არის ბევრი საინტერესო რამ ჩემ ცხოვრებაში მართალია. მოდი ესე ვიტყვი, რომ იყოს სწორედ ისეთი წუთებიც, როდესაც გაქვს შენს თავთან ბრძოლა, რომ შევძლე, გავაკეთებ, მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს, შემიძლია, თქვათ, ამ ღამეების, თენების ფასად, თუნდაც, იმიტომ რომ აქ თქვათ, 5 შვილი და ყოველი რაღაც ყველა სამსახურში ყოველ დილით მივრბოდი გამწარებული დილით ადრე, იმიტომ რომ სკოლას თავისი ენერგია და თავისი ძალა სჭირდება და შეიძლება რომ წინაღამე მართლა გათენებული მქონო და ბავშვის ტირილში, იმიტომ რომ 5 არ არის ცოტა, თუმცა ამ 5-ში ემატებოდა რომ მეხუთე ჩემი გოგონა არის სმენის დარღვევის მქონე, ანუ შშმ პირია და ბევრი როგორც შშმ პირის დედა ძალიან ბევრი რთული გამოწვევა გადავლახე, რომ თქვათ, თუნდაც ჩემი გოგონა საზოგადოებაში ინტეგრირებული ყოფილიყო, თუნდაც ბევრი ისეთი გამოწვევა, რომელიც აი მისი სწორად განვითარების ჩამოყალიბების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ეხა რაღაცა ბევრი ცხოვრებისეული რაღაც იყო, რამაც ყოფილა, რომ აი ავდგე, განვაგრძო, მე ამას შევძლებ საკუთარ თავთან, რომ გაქვს აი ეს ჭიდილი, რომ ეჭიდავები, შეძლებ ხათუნა შენ ამას და ბოლოს მაინც მithქვამს, რომ მე დასაწყისში დავთქვი, რომ იმედი ყველაზე ესეთი საყვარელი სიტყვა ჩემთვის, იმიტომ რომ მე იმედი მაძლევს ყოველთვის წინსვლის, წინ ესე იგი ცხოვრების გზის გაგრძელების და არ დანებების საშუალებას, ხო? აი მე ვფიქრობ, რომ მომავლის იმედი და ის ყოველდღიური ის იმედები, რომელიც ძალიან ლამაზად ფუთავს ჩემს ცხოვრებას მერე და ცulis, რომ აი ზუსტად ესე ბევრჯერ ყოფილა ხათუნა ადექი შეთავს რო ეძახი ადექი და განაგრძე გზა და წამომდგარ ვარ და გამიგრძელებია მიუხედავად ძალიან ისეთი პრობლემის არსებობისა ჩემს ცხოვრებაში და მადლობა რომ შევძელი მადლობა სამყაროს აუცილებლად იმიტომ რომ მე ამას მარტო ვერ შევძლებდი ხო რაღაცა სამყარო ყოველთვის მაძლევდა რაღაცა მხარდამჭერ ნაპერწკლებს იმისთვის რომ ცხოვრება გამეგრძელებინა და მოვსულიყავი იქ სადაც ვარ ხო წლებთან ნახევარი საუკუნე უკვე გავლიე და როგორც ჩანს ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს და ბევრ რამეს ფიქრობ რომ ახლა ვისწავლო კიდევ ახლა ვარ სწავლის პროცესში და ყოველთვის უბრუნდები ხოლმე მაინც რომ აი სწორედ მასწავლებლობაა ის პროფესია რომელიც არ გაჩერებს აუცილებლად უნდა განვითარდე აუცილებლად კიდევ უნდა ისწავლო აი თუ გინდა რომ ასწავლო ორჯერ უნდა ისწავლო ხო შენ თუ გინდა რომ ასწავლო შენ მუდმივად უნდა იყოს სწავლების პროცესში რომ არ ჩამორჩე დროს არ ჩამორჩე მოსწავლეს იყო მათი სწორი მეგზური იმიტომ რომ მე დღემდე ახლა დავიწყე ინგლისურს სწავლობ ახლა დავიწყე რაღაც დეტალებს სწავლობ არ ჩერდები იმიტომ რომ ეს ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ნაწილია თუ მინდა რომ ვასწავლო მე უნდა ვიცოდე აუცილებლად ხო ვიცოდე ისე რომ კარგად ვასწავლო თან რაც ვდავარია არ ახალ მეთოდებს მივიღეთ პასუხი იმედი სიყვარული და ვხედავთ რომ ეს ბიძგი მაინც თქვენ ყოფილხართ და თქვენიდან მოდის და მართლაც ეს ამტკიცებს რომ უძლიერესი ქალბატონი ბრძანდებით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ისევ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ერთი კითხვა დავსვა აი თქვენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულმა გამოცდილებამ ალბათ ბევრი რამ გასწავლოთ, მაგრამ იცით რა მაინტერესებს და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს ადამიანობაზე რა გასწავლოთ? ხო, ადამიანობა მასწავლა, მართალია. მასწავლა, რომ ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულია ამ სამყაროში, რომ ადამიანობა და ადამიანის არსებობა ყველაზე მთავარი და ღირებული ნაწილია, რასაც სამყარო ჩვენთვის იმეტებს. მე დედამიწელი ვარ, როგორი სიტყვა, ხო, დედამიწა თავისთავად ნიშნავს მაგას, რომ მე დედამიწელი ვარ და მე
ადამიანი მქვია, აი სწორედ ის ადამიანური ღირსებები, გზადაგზა, აი გზადაგზა შევიძინე, ის რომ თქვათ ისევ ჩემ ბარბარეს ამბებს გავიხსენებ, ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, რაღაცა ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, საკმაოდ მძიმე, ძვირად ღირებული და მე ადამიანები დავინახე, როგორც სხვა ძვირფასი სამყაროს ნაწილები, იმიტომ რომ სულ უცხო ადამიანების მხარდაჭერა, აი წარმოიდგინეთ 38,000 დოლარი იყო შესაძლებელი ძალიან სწრაფ ტემპში რაღაც 10 საათიანი ოპერაციის ხარჯი ჩემ გოგონას რაც უნდა ჩატარებულიყო და ერთი იყო აი ეს ფასი რამაც შემაშინა და მეორე ის 10 საათიანი ნარკოზი, მაგრამ აი ესე ხელის გულზე მატარა უფალმა, მე ძალიან კარგად გამახსენდა, უცბად მახსენდება ხოლმე ეს იგავი, რომ სად იყავი უფალო, როცა მიჭირდაო ეს რაღაც ნაფეხურებს, რომ ხედავს სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ხედავს ქვიშაზე ნაფეხურებს და სადაც უჭირდა ორი ნაფეხურია და სადაც პირიქით ულხინდა და სადაც ულხინდა პირიქით იყო ორი ნაფეხური და სადაც უჭირდა მხოლოდ თითო ნაფეხურის ნაკვალევი ჩანდა და ეკითხება უფალს, რომ სადაც მიჭირდაო, სად იყავიო, მაშინ ჩემს გვერდით არ ჩანდიო და აი ეს მე სულ მაძლიერებდა, აი სადაც გიჭირდა, ხელში აყვანილს გატარებდიო და აი ესე ხელში აყვანილმა ვიდარე მართლაც, იმიტომ რომ ჩემთვის ადამიანები გახდნენ ყველაზე ძვირფასი რამ, აბსოლუტურად უცხო ადამიანებმა, აი როგორ თქვა, ბარემ ამასაც ვიტყვით, ზოგისთვის 1 ლარი ჩაურიცხავს, ზოგს 500, მაგრამ ისეთივე ძვირფასი იყო ის 1 ლარი, როგორც ის 500, იმიტომ რომ მე მასში ადამიანური ნაპერწკალი, თანადგომის, ემპათიის, სიყვარულის სრულიად უცხო ადამიანებისგან და მე ახლა სულ ვამბობ, რომ მე სამყაროს წინაშე ვარ ვალდებული, რომ სიკეთით დაუბრუნო ამ სამყაროს ეს ამბავი, რომ რაღაცა 2-3 თვეში ისე შეგროვდა და ისე მარტივად გადავლახეთ ყველა პრობლემა, როგორც სიზმარში, ყველა ზღაპარი ნაოცნებარი ახდენილა და განადგლებულა, ხო? აი ასეთი მარტივი გახდა ყველაზე რთული პროცესში და ამიტომაც ვამბობ, რომ მე ადამიანობა მასწავლა. მოკლედ ცოტა გრძელი სიტყვა გამომივიდა, მაგრამ მე არა, ყველაზე ძვირფასი, რაც ვისწავლე და რასაც განსაკუთრებულად ვაფასებ, არის რა ადამიანური ღირებულებები და მხარდაჭერა, ემოცია და სიყვარული. აგვამაღლებს ვითეჟვანი ამას ჟღერენ. ამას აუცილებლად სულ ვატარებ ხოლმე ჩემს ცხოვრების მთავარ საგზლად. დაუცერია ქალბატონო ხათუნა და ასევე ძალიან ემოციურია. მეც ვცდილობ რომ ემოციებს მივყვე. მადლობად კიდევ ერთხელ, უღმესი მადლობა და 5 შვილის დედობა, 4 შვილიშვილის ბებიობა, წარმატებული პედაგოგი. როგორ ახერხებს ქალბატონი ხათუნა რაზმაზე ბალანსს ოჯახსა და პროფესიას შორის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყო კარგი დედა, იყო კარგი მასწავლებელი, მეგობარი, კოლეგა და კიდევ ბევრს ახალ ჩამოთვლი. აი, როგორ ახერხებთ ამას თუ შეიძლება ეს საიდუმლო გაგვანდეთ? ძალიან საინტერესო საიდუმლოს მივაგენი, ესე რომ თქვა, ცხოვრების საიდუმლოს, ეს არის დროის სწორად განაწილება. ვისწავლე დროის მენეჯმენტი, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც მე ცხოვრებამ მასწავლა, რომ დრო გავანაწილო. ყველას სათავისოდ დავკანკალებდი ერთ სიმღერაშია ეს ფრაზა და აი უცბად წამომიტივტივდა, იმიტომ რომ სკოლას თავისი ენერგია სჭირდება, ჩემს მოსწავლეებს ენერგიული, შემოქმედებითი, კრეატიული და ესეთი მასწავლებელი სჭირდებათ, ახალგაზრდა და მოსიყვარულე და ოჯახს რასაკვირველია თავისი წილი ენერგია, ხო? მაგრამ დროის სწორმა განაწილებამ, პრიორიტეტების სწორად დალაგებამ თქვათ, იმის შესწავლამ, რომ ორივე, აი ვერ გავყოფ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, 50-50-ზეა, ოჯახიც და პროფესიაც, იმიტომ რომ მასწავლებლობა და სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ეს უკვე სისხლში მაქვს, აი ეს ყველაფერი, რომ თუ არა მასწავლებელი, რა ვიქნებოდი, ხო? და მასწავლებლობა, აი სისხლში გამჯდარი უნარჩვევაა უკვე და მშობლობა, დედობა, ეს კიდე აი რაღაცა
შეძენილი უნარია, რომელსაც ძალიან დიდი რუდუნებით ვცდილობ, რომ აი ორივეს თანაბრად მივცე და აი 50-50-ზე დავტოვო. თუმცა ზოგჯერ აი ოჯახს უფრო მეტად ვაკლებ, ვიდრე პროფესიას. ზოგჯერ არის ესეთი დროებიც, იმიტომ რომ პროფესია მოითხოვს იმას, რომ თუნდაც გავხდი ახალგაზრდა მასწავლებლების მხარდამჭერი, ვიყო ტრენერი, ვიყო კოუჩი, ვიყო მეორე დღეს წალს კარგი გაკვეთილის დამგეგმავი, ამასაც ხომ თავისი დრო სჭირდება, მოვძებნო კარგი რესურსი, დავამზადო ბავშვებისთვის ხელნაკეთი თვალსაჩინოება და ამ დროს ყოფილა რომ დედა დამეხმარე, მისულარ შვილებთან და რა ვიცი, ვინ რა ხად ზოგი გამოჭრაში, ზოგი გაკვეთილის რაღაც დაწერაში, ზოგი გადაწერაში და მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილები ამითიც ბევრ რამეს სწავლობენ, შრომის მოყვარეობას, პასუხისმგებლობას, თქვა დამოკიდებულებას ჩემი პროფესიისა და ადამიანების მიმართ, რომ რასაც აკეთებ. აი ძალიან ხშირად გამიმეორებია მithქვამს, რომ კარგი უნდა იყოს, სადაც არ მუშა მიწლი მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს, ხო, რასაც არ უნდა აკეთებდეს, სადაც რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, შენი დიდი წილი ენერგია აუცილებლად უნდა მოხმარდეს ამ პროფესიას, რომ იყო კარგი და საუკეთესო და სხვა შემთხვევაში არ გამოდის, ხო, კარგობა და ამიტომ ჩემი შვილები ამისდანაც ბევრ რამეს სწავლობენ, რომ მე აი ასე ღრმად ვარ ჩაფლული ჩემი პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის და წინსვლის საქმეში და ასე რომ ესეც ერთგვარი სწავლებაა და დროის განაწილებასაც მეტნაკლებად ვაჩვევ აქედან გამომდინარე. ძალიან საინტერესოა დროის სწორი განაწილება, პრიორიტეტების სწორად განაწილება და ასე შემდეგ. კი ბატონო, რადგან შვილებს შეეხო ჩვენი საუბარი, ქალბატონი ხათუნა რაზმაძე, საკუთარ შვილებთან როგორი იყო მკაცრი მასწავლებელი თუ უფრო რბილი დედა? მოდი ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი დედობაში არის ავღზარდო სწორი ღირებულებებით, ბევრია ხო დედა, მაგრამ კარგი შვილის ამზდელი დედა მაინც ცოტა არისო და აი სულ მაქ ხოლმე ტვინში, რომ მე შევეცადო და იყოს ჩემი შვილი კარგი. კარგი რას გაგებით, რომ პირველი მაინც ადამიანობა იყოს, ადამიანური ღირებულებებზე, სწორ ღირებულებებზე გაზრდილი, ის რომ კონდეს სხვის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, იყოს მადლიერი ცხოვრების და ბევრი იმის იქით ზრდილობიანი და ასე შემდეგ, რაღაც იდეალური შვილის მოდელი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ყველა შვილი ჩვენს განსაკუთრებულად გვიყვარს, მაგრამ ვცდილობთ, ხო? თუმცა მე ყოველთვის ვიყავი და ვარ კარგი მეგობარი ჩემი შვილებისთვის, ვიყავი სხვათა შორის ადრეც, იმიტომ რომ მაშინ როცა პატარები იყვნენ, მათთან ერთად თამაშობდი, მათთან ერთად გადავჭრდი პრობლემებს, მათთან ერთად ვიზრდებოდი მე სხვათა შორის, იმიტომ რომ თავად მეც პატარა დედა ვიყავი, ხო, 20 წლის ასაკში უკვე პირველი შვილის დედა და 37 წლის ასაკში პირველი შვილის ბები აღმოჩნდი და ასე რომ მე ბევრი რამე ჩემი შვილებისგანაც ვისწავლე. მე დედობა მასწავლეს ჩემმა შვილებმა, ხო? მაგრამ აი ის რომ მე დღემდე ვარ მათი საუკეთესო მეგობარი, ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვიყავი ყოველთვის რთვილი, ლოიალური, ცოტა მომთხოვნი, მაგრამ ყველაფერს მაინც სიყვარულით ვაკეთებდით, ხო? აი სიყვარული ბევრ რამეს გვაკეთებინებდა ერთად და ერთმანეთისთვის. უღრმესი მადლობა. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ასევე ახსენეთ, რომ ხართ კოუჩი, ტრენერი და რა თქმა უნდა, ყავთ ახალგაზრდა პედაგოგები და ხართ ახალგაზრდა პედაგოგების, ასე ვთქვათ, ასევე აღმზრდელები. რას ეტყოდით ახალგაზრდა დედებს? მოდით ესე ხაზი გავუსვათ დედებს, რომლებიც ნახეთ კარიერასა და ოჯახს შორის იბრძვიან და რაღაცნაირად უჭირთ დაახარისხონ. დროის მენეჯერება მოახდინონ, პრიორიტეტები დაალაგონ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ უფრო მოდით სიღრმეში შევიდეთ და კიდევ უფრო ჩავშალოთ. კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ხომ, ახალგაზრდა დედებს ყველაზე ტკბილ და კარგ რჩევას მივცევდი იმას, რომ ვისწავლოთ ჩვენ შვილებთან ურთიერთობა, ხო? აი შევისწავლოთ თუ რა ტიპის ურთიერთობა სჭირდება ჩემ შვილს ჩემგან, ხო? არის რაღაცა იგავი, რომ მამა შენ ჩემგანო რაღაც ფულს რო უგროვებს, გახსოვთ რაღაც ერთი ეგეთი იგავი მახსენდება, რომ უგროვეს ფულს და ბალიშის იმიდან გამოუღებს და ეუბნება, რომ მამა, მე მინდა შენ ეს ფული მოგწე, იმიტომ რომ შენ ჩემს გვერდით არ
არასდროს არ ახარ იმის სანაცვლოდ, რომ სადღაც თქვათ მუშაობ. და ეს იგავი აი ხა რატომღაც ესე წამომიტივტივდა და როგორც ახალგაზრდა დედა ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ყველა შვილისთვის სათითაოდ 15 წუთი, 20 წუთი მეტი, აი ინდივიდუალურად მისთვის დამეთმო დრო და ვაკეთებდი კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ეს ყოველ საღამოს ჩავამწკრივებდი ხუთივეს და რაღაცას ერთობლივად ვუკითხავდით, აი გვიანობამდე 14-15 წლის იყვნენ რამის, რომ ჩვენ ერთად ვკითხულობდით, თითოეულ ბავშვს ცალკე ინდივიდუალური დრო სჭირდება. ინდივიდუალური ხა 5 მყავს და არც ერთი ერთნაირი არ არის. მაგრამ რა მოდი თქმა ასე უნდა. ვიტყვი, რომ მერე რომ არ ვინანოთ, მერე რომ აი ეს ძვირფასი წუთები გაფლანგულად არ წარმოგვიდგეს, ხო? აი ბალანსი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბალანსი ტოტალურად. შვილებთან ურთიერთობის დროს, როგორც დედას და სამსახურის თქვათ საქმიანობასთან. ანუ ბალანსი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც საყოველი დღის 15 წუთი მაინც თუ დავუთმე ჩემ შვილს, ოღონ საფუძვლიანი 15 წუთი, რა მოხდა მის ცხოვრებაში, რა იყო ახალი, რამ გაახარა, რა ეწყინა რა და ამაზე მეგობრული საუბრები, მეგობრული რჩევები, მისი მხარდამჭერი, რომ ვიყო, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, აი ბალანსს ვიტყოდი ყველაზე ისად, რომ ჩვენს დედებს და საკუთარ თავსაც ალბათ ამ გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ აუცილებლად დაიცავი ის ბალანსი, რომელიც თანაბრად გაგინაწილებს დროს სამსახურსა და ოჯახს შორის, ხო? იმიტომ რომ თუ კიდევ ამბობ, სულ რაღაც დღეში 15 წუთი შეიძლება ვიღაცისთვის თითქოს არაფერ რა უნდა გავაკეთო ამ 15 წუთში, მაგრამ 15 წუთში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენ შვილთან სიყვარულით გატარებული ურთიერთობით და იმ სიყვარულის წუთებით, რომელიც შეიძლება რომ მისთვის ძალიან კარგი რელაქსი, დამხმარე, თუ რაც შეიძლება ის დავარქვათ, წუთები აღმოჩნდეს, ხო? და ამიტომ აი მნიშვნელოვანია ეს ბალანსი, რომ ოჯახში ვიყო როგორც დედა, მათი საუკეთესო მეგობარი და ვიყო აი რა, მათი მხარდამჭერი. იმიტომ რომ სხვი შვილებს თუ სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაკვირველია ჩვენ შვილებსაც, ხო? როგორც ბედნიერ. მასწავლებელი თუ ვიტყვი, რომ ყოველთვის საკლასო გარემოში მნიშვნელოვანი ადგილი მაქვს მე, რომ უნდა ვიყო თითოეული მოსწავლის მხარდამჭერი, აი ასევე მხარდამჭერი უნდა ვიყო ჩემი შვილებისთვისაც, რასაკვირველია. ამიტომ რჩევა არის ქალბატონო ხათუნა. ბალანსი. ნამდვილად, ქალბატონო ხათუნა, მე კითხვა დაგისვით ესე, რომ აი ახალგაზრდა დედებს კი არა, ძალიან დიდი მადლობა, მეც ბევრს სწავლობ, ვინიშნავ და რაღაცა ბევრ რამეზე ჩამაფიქრებ და მადლობა ამისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელებიც აღფრთოვანებულები არიან და ბევრ რამეს, მოკლედ, კარგ რჩევას აიტაცებენ თქვენიდან. მადლობა ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ერთი უმნიშვნელოვანესი, ვფიქრობ, ყველა კითხვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ესე როცა ვადგენდი კითხვას, თქვენი ბიოგრაფია ვიცოდი, რა თქმა უნდა, კი გქონდათ გამოგზავნილი, მაგრამ გარდა ამისა, კიდე 2 კვირის განმავლობაში ვიკვლევდი. იმიტომ რომ რაღაცა მინდოდა, რაღაცა სიღრმისეული და ძალიან საინტერესო პოდკასტი ყოფილიყო და ჩემი სტუმრის შესახებ ის მნიშვნელოვანი ფაქტები მცოდნოდა უფრო სიღრმისეულად. თქვენი ოცნება იყო დაგეფუძნებინათ ორგანიზაცია, მაგრამ ჯერ არ იცოდით როგორ ჩამოგეყალიბებინათ. და 2021 წლის გამარჯვებამ გიბიძგათ. აი, რაც მე მოკლედ წავიკითხე და მომიტანა ჩიტმა ამბავი, ხო? როგორც ორგანიზაცია ჰეის დამფუძნებელი. რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, ქალბატონო ხათუნა, ამ ორგანიზაციის შექმნისას? ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა ჩემთვის, იმიტომ რომ ორგანიზაცია ჰეი არის არასამთავრობო რასაკვირველია, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს იყო სმენად აქვეითებული, ყრუ და სმენად აქვეითებული მოზარდების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც აკეთებდა პროექტებს მათი გაძლიერებისთვის და ნუ დღემდე გრძელდება, რა თქმა უნდა, თუმცა
ხა რაღაც ერთი ცოტა ხანი ვისვენებთ, მაგრამ აი 3-4 წელი არ გავჩერებულ ვართ, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციამ მე კიდევ სხვა კუთხით დამანახა სამყარო, იმიტომ რომ ადამიანები, რომელთაც არ ესმის 27, 28, 30 ყრუდასმენად დაქვეითებული მოზარდი იყო ამ ორგანიზაციაში და მე კიდევ სხვა სენსიტიური მხრით დავინახე ადამიანის დიდებულება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით, მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები არ ხედავენ, ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ჩვენ ეს შევძელით, რომ როდესაც კითხვა დავსვი, რომელი დღე იყო თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ამ ბავშვებს, რომ დავუსვი, რომელიც ამ ორგანიზაციაში დადიოდნენ და მართლა ძვირფასი, საუკეთესო დღეების და თავგადასავლების შემოქმედნი გავხდით ერთად, მათ ჰქონდათ ესეთი პასუხი, რომ ეს ისეთი ძვირფასი დღეები იყო, რომ ერთმანეთისგან გამორჩევა გვიჭირს. ეს ის დღეები იყო, რომელმაც ჩვენ გაგვაბედნიერა და მადლობა, მე სულ ამბობ მადლობას, ვწირავ სამყაროს, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მე ვიყავ ის ადამიანი, ვინც ეს საოცარი 3-4 ძვირფასი წელი და ძვირფასი წუთები შემატა იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჭირდება, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ მე მყავს მენის დარღვევის მქონე გოგონა, იმპლანტაცია აქვს გაკეთებული ჩემი მეხუთე გოგოს და ჯერ მისი შემოსვლა ჩვენს ოჯახში აბსოლუტურად სხვა ცვლილების მომტანი იყო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არ ესმოდა და ერთმანეთის არ გვესმოდა და მე აი წლობით გროვდებოდა ის გამოცდილება, რომ მე გავხდი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, იმდენი რამე ვისწავლე, რომ აი ეს რო გზადაგზა, რომ ბევრი დედისთვის მხარდაჭერა მქონოდა და გამომეჩინა მათ მიმართ განსაკუთრებული ემპათია და რაღაცა წუთები, იმიტომ რომ მე როგორც დედამ ეს ვიცოდი და გავიარე და აი ის მშობლებიც, ვინც ამ ორგანიზაციის მიღმა იდგნენ და ერთმანეთში ზოგი ჟესტურად საუბრობდა, ზოგი მოლაპარაკეთა ოჯახიდან იყვნენ ყრუპირები, მოლაპარაკე ოჯახიდანაც იბადებიან, ხო? აი ეს იყო მათი მადლიერების და მე თავიდანვე ვახსენე, რომ მე სამყაროს წინაშე რაღაც ვალდებულება მაკისრია, რომ ვთქვათ, ჩემი მადლიერება რაღაცით გადავუხადა და მე ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციამ ნამდვილად. შეძლო ეს, რომ აი მათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ვინც არის, ხო, სმენა დაქვეითებულები, მათ ეს ბედნიერი, აი უძვირფასესი წუთები ვაჩუქე თითოეულ იმ მონაწილეს, რომელიც ამ ორგანიზაციაში იყო და ჯერ კიდევ გავაგრძელებთ, ეხლა ეს რაღაცა დროებით გაჩერდა, მაგრამ აუცილებლად ეს გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი საქმის და მადლიანი საქმის გაკეთების საშუალებას მომცემს. მადლობა. უღმესი მადლობა საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების teacher community-ს სახელით ასე ვთქვათ, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მართლაც საოცარ საქმეს აკეთებთ და გვეამაყებით, ქალბატონო ხათუნა. მადლობა. მოდით ახლა ჩვენ ასე თუ ისე სენსიტიურ საკითხებს ეხებოდით და ახლა კი მოდით გავიხსენოთ რამე კურიოზი, რომელიც გადახდენიათ თავს. ალბათ ყოფილა ესეთი შემთხვევა და ძალიან ხო. საინტერესო იქნება ცოტა საკლასო სივრცეში ალბათ, ხო? ძალიან კარგია ხო, ხოლმე ალბათ მაინც რადგან მასწავლებლები საკლასო სივრცეში, ხო. ერთ-ერთი კურიოზი პრინციპში არის ის, რომ რატომღაც ბავშვებს გონიათ, რომ მე ბავშვობიდანვე მასწავლებელი ვარ, ბავშვობიდანვე ასწავლიდით, ხო? და რატომ გონია, რომ 3 წლიდანვე ვთქვათ, შეიძლება რომ მასწავლებელი ყოფილიყავი? რამდენი წლის იყავით? 3 წლის, აი ერთ-ერთი მოსწავლის პასუხი იყო ძალიან ესეთი, რომ 3 წლის ასაკში უკვე ხო ასწავლიდით და ეს რა თქმა უნდა, აი ძალიან ისეთი ის იყო, რომ კი, რა თქმა უნდა, აბა როგორ მევთხარი უკვე ვასწავლიდი. მაგრამ საქმე რა არის, იცი, ყველაზე ისეთი კურიოზი მაინც ალბათ ის არის, როდესაც აი არ სჯერათ, რომ შენ მათხელა არ ახარ. წამოდით ერთად ვითამაშოთ, წამოდით, აი მე თქვენ თოჯინა მოგიტანეთ ეგ განსაკუთრებით პირველკლასელები და როგორ გიზიარებენ იმას, რაც თვითონ მოსწონს და რაც თვითონ აბედნიერებს და ეს მგონია, რომ ერთ-ერთი თან სასიამოვნო კურიოზია ალბათ, იმიტომ რომ იმდენად მათხელა ვხდები საგაკვეთილო პროცესში თუ მათთან ურთიერთობის დროს, რომ ისინი თვლიან, რომ მეც მათთან ერთად აუცილებლად უნდა ვითამაშო და მათთან ერთად უნდა ვირბინო და
ზოგჯერ წლები ისე ვეღარ მარბენინებს ხოლმე, მაგრამ მაინც ჩვენ ერთად ვთამაშობთ რაღაც ხანდაჭერობანას, ხან გაშეშობანას, დამალობანას და სხვათა შორის მასწავლებლობანასაც ვთამაშობთ ხოლმე. მაინც ყველაზე ისეთი კურიოზი ეს არის, რომ ვგონი ვარ მათ ხელა და მთავაზობენ მათ საყვარელ სათამაშოს გასაზიარებლად, რომ ერთად ვითამაშოთ. ხო, რატომ უცბად ეს წარმოგიდგენთ წამოგვივიდა, რამხელა სიყვარული, იმედი მაგრამ ხომ ძალიან დიდი მათთვის სიყვარულია, ხო? ნამდვილად, რომ ესე გიზიარებენ და იზიარებენ აა საყვარელ ნივთსაც კი და გათხოვებთ, თუნდაც დღეს თქვენ წაიყვანეთ სახლში, რო გეუბნება. გამოგატანა. ხო, ანუ გენდობა დობის ფაქტორიც ხო, ნამდვილად ეგეც არის. ხედავთ, რომ არის საყვარელ თოჯინას რომ გაგატანენ. მართლა ძალიან დიდი მადლობა. გალბატონო ხატუნა, ჩვენ ვხედავთ, რომ დრო იცვლება. წლიდან წლამდე სწავლის მეთოდები და ზოგადად სწავლება იცვლება. ძალიან საინტერესოა პროფესიულად. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს 2030 წლის მასწავლებელი? აი, ცოტა წინ გავიხედოთ და უბრალოდ გსურს, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ან 2030 შეიძლება პარალელი გავავლოთ თუნდაც, აი 10 წლის უკან სწავლობის მეთოდს და თუნდაც კი ეხლა თუ ბატონო. რაიმე შეიცვალა. რა კარგია, ძალიან ისეთი საინტერესო კითხვაა, რომ ჩვენ უკვე მოგე. 21 საუკუნის მასწავლებლები გვქვია, ხო, ვინც უკვე ამ საუკუნეში მუშაობთ და ჯერ კიდევ საუკუნე წინ მიდის და როგორი უნდა იყოს 2030 წლის მასწავლებელი, ხო, ანუ 4-5 წლის შემდეგ, ან როგორი იქნებოდა 10 წლის წინ და როგორი უნდა იყოს 10 წლის შემდეგ. მოდი ესე ვიტყვი, რომ ყოველი ახალი წელი და ყოველი ახალი საუკუნე, რა თქმა უნდა, თავის მიდგომას, თავის ვთქვათ, მეთოდს, თავის დამოკიდებულებას მოითხოვს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ალბათ ის იქნება, რომ ადრეც უნდა ყოფილიყო, ახლაც ეს მთავარი იქნება და მომავალში ვფიქრობ, რომ ესეც ესეთი უმთავრესი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სადაც მოსწავლე დგას სასწავლო პროცესის ცენტრში და მასწავლებელი არის მისი დამხმარე ყველაფრით, იმითი რომ მოსწავლე გააბედნიეროს, ხო? ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი, ვთქვათ, ენით აღჭურვილი, ინოვაციური მეთოდებით, ვთქვათ, მოსწავლის ღრმა და საფუძვლიანი შინაგანი სამყაროს შესწავლით, მოსწავლის განვითარების ეტაპების ცოდნით, ანუ თუ 21 საუკუნის მასწავლებელი გვქვია, ჩვენ ამ რეალობას უნდა მოვერგოთ უკვე სულ სხვა გადასახედიდან, ის ბავშვები მომავლის ბავშვები არიან და ჩვენ აი როგორც მომავალს, იმიტომ რომ ბევრი ისეთი უნარი აქვთ ამ თაობის ადამიანებს, რაც შეიძლება ჩვენს მასწავლებლებს არ ქონდა, რაც შეიძლება ჩვენც კი არა გვაქვს ჯერ და აი სწავლების პროცესში ვარ და რაღაც ახალ AI პროგრამებით და რაღაც კიდევაც კი, მათგან. და ვსწავლობ კიდევაც აი მართლა დღესაც რაღაც ტრენინგს ვესწრებოდი, რომ რაღაც დონით მე რაღაც დავეციო და გავუსწრო დროს იმ გაგებით, რომ მე თუ დროს არ გავუსწარი ჩემ მოსწავლეებს რასაკვირველია, ვეღარ დავეწერი, ხო? ესე რომ ვთქვა, უნდა დავეციო და გავუსწროთ დროს და მაინც მგონია, რომ მომავლის მასწავლებელი იქნება მოსწავლეზე ორიენტირებული, მაინც მისი ღირებულებითი ისინი აუცილებლად მაღალი კრეატიული, ძალიან ისეთი შემოქმედებითი, კრიტიკულიც, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და თანამედროვე მეთოდების და აქტივობების ბანკს უნდა ატარებდეს, რომ აი აქ რაღაცა მეებს გაუსწორდეს და ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცოდეს და უნდა გაუსწროს დროს, ეგრე გამოვიდა, არ გაჭერდეს გაუსწარი დროს, რაღაცა ესეთი გზავნილი შეიძლება ვთხოვოთ მასწავლებლებს, რომ არ გაჩერდნენ, განვითარდით, ისწავლეთ, რაც საკვირველია პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები, რომ აბა შენიძი წადი წინ და გაუსწარი დროს, იმიტომ რომ ჩვენ მომავლის ბავშვებს უნდა ვასწავლიდეთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა, გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, ვინაიდან და რადგანაც დღეს კონკრეტული საკითხი შეიძლება მოსწავლე ჩვენზე მეტად და უფრო სიღრმისეულად იცოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჯობოთ იმით, რომ აი მივცეთ მითითება და სწავლის მეთოდების მხრივ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ ბევრი რამ. ბევრი, ხო? დიახ, იმიტომ რომ ყოველი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო, მეც გეთანხმებით, ამას ნამდვილად არის გამოწვევა, მით უმეტეს იქ, სადაც რესურსები მწირია და შიშველი ხელებით გვიწევს ხოლმე ზოგჯერ ხო, რა თქმა უნდა. მოსწავლეებთან
დიახ, მაგრამ იმიტომ ვართ ძლიერები, იმიტომ ვართ ჩვენ მასწავლებლები და გვაქვს პრეტენზია ვიყოთ ინოვატორი მასწავლებლები, რომ უნდა ავუწყოთ ფეხი, მოკლედ 21 საუკუნეს და მიდგომები უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, რომ საინტერესო იყოს თითოეული ჩვენი გაკვეთილი. კი ბატონო, ქალბატონი ხათუნა, ვინც არ იცის, გახლავთ მოფარიკა. ის ძალიან ძალდება ყოფილი მოფარიკავე. კი და ბატონო. ეხლა ასეთი კითხვა მინდა დავუსვა ჩვენ სტუმარს. რა გასწავლათ სპორტმა, ქალბატონო ხათუნა, რაც დღეს პროფესიულ ცხოვრებაში გეხმარებათ? არის ასეთი რამ? რა საკვირველია, მასწავლა პირველ რიგში მიზანდასახულობა, მასწავლა წარმატებისთვის ბრძოლა, წარმატებისთვის ბრძოლას კი არ ვიტყოდი, შრომა, თავდაუზოგავი შრომა წარმატებისთვის, მასწავლა არ დანებება, რომ არ დავნებდე და აუცილებლად წავიდე წინ, მასწავლა რაღაც სხვა იმების მიღება, თუნდაც დამარცხებულის ემოციის, გამარჯვებულის ემოციის მიღება, იმიტომ რომ ყოველთვის ხან იგებ და ხან აგებ, ხო? ფარიკაობა მაინც იყო ეს ის წორთნა, რომელმაც ჩემი ცხოვრება რაღაცა უფრო აი ესეთ მიზანდასახულობისკენ, მიმართული თავდაუზოგავი შრომის და აი ესე არდანებებისა და ძლიერი მუხტის ძალის მომცემი გახდა ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რომ მომიგია, გამიმარჯვია, ვიყავი საქართველოს და თბილისის მასშტაბით გამარჯვებული ცოტა ადრე ბავშვობაში და მაშინვე წარმატება მომიტანია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქალაქისთვის, მაგრამ აი ეს განცდა რომ მე რა ხან წააგებ, ხო? და წაგება გასწავლის მოგებას და წაგება გასწავლის გამარჯვებას, ხო? იმიტომ რომ თითოეული ჩვენი დაცემა მთავარია სწორად ადგე და სწორად განაგრძო გზა და წაქცეულსაც შეუძლია ადგომა და სწორი გზით სვლა. ასე რომ მე სპორტი ბევრი ესე იგი ადამიანური ღირებულებებისა და მიზანდასახულობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შემომეშველა ცხოვრების გზაზე. ძალიან საინტერესო პასუხი იყო. დაახლოებით ველოდი მსგავს პასუხს, მაგრამ აი არაჩვეულებრივად უპასუხეთ. მადლობა ამისთვის. მთავარია სწორად ადგე. რა თქმა უნდა დავეცევით, რა თქმა უნდა ცხოვრების გზაზე ჩვენ ყოველთვის შეხვდება დაბრკოლება, ყოველთვის დავეცევით, მაგრამ რა საინტერესოა. მთავარია ვისწავლოთ, ასე ხო არა? როგორ ავდგეთ და სწორად ავდგეთ. და ისე სწორად განვაგრძო გზა. შესანიშნავია, უღრმესი მადლობა. ქალბატონო ხათუნა, ნელ-ნელა ჩვენი პოდკასტი, ვიცით, ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, ნელ-ნელა უახლოვდება. მე თქვენთან ახლა კიდევ ერთი 3 საათი გავაგრძელებდი საუბარს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო, მოკლედ პასუხები გაქვთ და თვითონ საინტერესო ცხოვრება გაქვთ და მნიშვნელოვანი პიროვნებას არაჩვეულებრივი ბრძანდებით, სადღაც 3-4 კითხვას დავსვამ ამ ეტაპზე. კი ბატონო, თქვენ გაქვთ თუ არა ოცნებები, დარწმუნებული რომ ყველას გვაქვს ჩვენი ოცნებები, მაგრამ აი უცნაური ოცნებები ან რაღაც ჰობია ხომ არა აქვს ჩვენს ძალიან საყვარელი კითხვა. ესეც მოვიძიე და რაღაც გავეცი და ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი საოცარი ოცნებები მაქვს. ანუ ეს ოცნება და მიზანი, იმიტომ რომ მიზანი და ოცნება მე ვიცი როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან, მაგრამ ნახეთ ჩემი ოცნება რა არის, რომ ერთი რამოდენიმე 5-ია და 5-ვეს ჩამოვთვლი. პირველი ის არის, რომ გავფრინდე საჰაერობურთით. მეორე არის რაფტინგი, ანუ ჯომარდობა, მოდი ესე ვიტყვი, ჯომარდობა და ჩანჩქერიდან გადმოხტობა. მესამე კარგი იქნებოდა ბონდის ხიდზე, რომ გაიარო და ეს ხიდი, რომელიც ასე მოძრაობს. მეოთხე თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა და მეხუთე უკვე ესეთ მიზანს უკავშირდება, რომ ახლაც გავხდე და ახლაც მივიღო მონაწილეობა ფარიკაობის ტურნირში. ისმის ხო ჩემი ხმა?
დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები და ისმის ქალბატონო ხათუნა ისმის, ხო, მადლობა. ეხება მადლობა მოწვევისთვის. დიდი რაღაც მადლობა აი ამ ხარვეზია ძვირფას ხო, თითქოს ინგა არ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ გავაგრძელოთ და დიახ მადლობა. ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ესეთი რას გულში ეთქოდით ჩამწვდომი ბოლოს შეკითხვები იყო. ქალბატონო ხათუნა ადამიანებს ვინც ახლა ფიქრობს რომ ცხოვრება გზაურია და დაბნეულია ფიქრობს რომ ეს დასასრულია ასეთ კითხვას დაგისვავდით მჰმ. ბოლოს ბატონო, იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მგონი ეს ყველაზე ისეთი ძვირფასი სიტყვებია, რასაც პატრიარქი ეუბნება ხოლმე ადამიანებს და მეც გამოვიყენებ აი ამ ძვირფას სიტყვებს, ძვირფას შთაგონებად, რომ იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ფიქრები ქმნიან ჩვენს სწორ გადაწყვეტილებების საბაბს. დიდი მადლობა კიდევ ძალიან ერთხელ. დიდი და მადლობა წარმატებები. ქალბატონო ხათუნა უღრმეს მადლობას გიხდით ქალბატონი ინგას ტექნიკური ხარვეზის გამო ეთერიდან გავიდა ბოდიშ ვიხდით ამისთვის ქალბატონო ძალიან ხათუნა საინტერესო შეკითხვები იყო. მადლობა ინგას, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა მათ, ვინც გვისმენდა და იყო ჩვენს გვერდით. უღრმესი წარმატებებს გისმენთ. მადლობა დღეს ჩვენთან ერთად იყო ქალბატონი ხათუნა რაზმაძე ქალი რომლის ცხოვრება და პროფესიული გზა გვახსენებს რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არაა ეს არის მსახურება სიყვარული და პასუხისმგებლობა რომელიც მომავალ თაობას აძლევს ძალას სითბოს და ასხავს ფრთებს დიდი უღრმეს მადლობა. მადლობას გიხდით მომავალ ეპიზოდში შეხვდებით ქალბატონ ინგასთან ერთად ჩვენს მომდევნო სტუმარს ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო ხათუნა უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს გულშემატკივარს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ დიდი მადლობა. შეხვედრამდე მომავალ შეხვედრამდე. ნიერად. გამოვთო ხო მეც?